გაეროს მონაცემების მიხედვით 2050 წელს საქართველოში თავადვე ქართველი ერი ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებით. ჩვენი მტრების მიზანიც ხომ ეს გახლავთ საქართველო ქართველების გარეშე. მას შესე ეს პროექტი საქართველო გაბწყინდება და მე მისი შემქმნელი და მთავარი ხელმძღვანელი თემური ვარ ბოკელავაძე. პროექტის საქართველო გაბწყინდებას მთავარი მიზანი გახლავთ შობადობის წახალისება და დიახ მე მოვითხოვ საქართველოს მოქალაქე ყოველ ახალ შობილზე პირველ ბავშვზე 3000, მეორეზე 5000, მესამეზე 7000 და ასე შემდგომ ყოველ შემდგომ დაბადებულ ბავშვზე 2000 ლარით მეტი გადაეცეს ოჯახს. ამავდროულად მე ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება ცალკე ქალაქის მშენებლობა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, სადაც დედას და მამას, როდესაც ეყოლებათ მეათე ბავშვი, მეათე შვილი, სახელმწიფომ გადასცეს 12-სულიანი ოჯახისათვის განკუთვნილი ბინაც. ანუ მეათე ბავშვზე უნდა გადაეცეთ ბინა 12-სულიანი ოჯახისათვის, დედას და მამას, ანუ ოჯახს და 21000 ლარი უწევს ამ შემთხვევაში უკვე. ამავდროულად ბავშვის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ბავშვს უნდა კონდეს უფასოდ ერთჯერადი ხელსახოცები, საფენები ბავშვის და პირადი საჭიროების ნივთები რაც სჭირდება. და ვფიქრობ და მოვითხოვ ამავდროულად თუ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, მოგეხსენებათ, ბევრი და სამწუხაროდ არ შეუძლია ბუნებრივ კვებაზე ყავდეს თავისი შვილი და თუ ოჯახი ითხოვს 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო უნდა დაუფინანსოს ხელოვნური კვებაც. მაშასე, შემომიერთით, ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი და მე ვფიქრობ, საქართველოს მართლა გაბწყინდება. ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედოთ, უამრავი გმირი ყოლია. და სამწუხაროდ შობადობამ მიკლო, აბორტების რიცხვმა იმატა, სიკვდილიანობასთან შედარებით შობადობის რიცხვი იმდენად დაბალია, რომ თქმაც კი არ მინდა უბრალოდ და ძალიან ბევრი ბავშვი კიდე სიცოცხლეს იმსახურებს. ვფიქრობ, ამ პროექტის გამარჯვება იქნება პირდაპირ ნიშნობით ჩვენი ქვეყნის მტრების პასუხი. ამიტომაც გამოვერთიანდეთ, შემომიერთდით ხელმოწერებში მჭირდება დახმარება. ხელმოწერების ფურცლებს ბრანკებს გადმოგცემთ ყველას, ვინც კი შემომეხმიანებით, ყოველ დღე რომელი საათსა უნდა მითხრათ, რა თქმა უნდა, საღამო საათის გულს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თქვენც მუშაობთ, მეც მუშაობ და ნებისმიერ მეტროს და შეგხვდეთ მოგაწვით ამ ბლანკებს. აქვე მინდა დავამატო, ვიცი ძალიან ბევრი სხვადასხვა ორგანიზაციები და პარტიები მისმენთ. ასევე შემომიერთდით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა, ჯერა თქვენთანაც ძალიან ბევრი პატრიოტები არიან, ამ ქვეყნის მოყვარულები მართლა. ამავდროულად მიმართავ სახელმწიფო უსაფრთხოებას და სხვადასხვა განყოფილებებს. ვიცი რომ ყოველდღიურად თვალყურს მადევნებთ და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ მართლა არავისგან ფინანსები და თეთრს არავისგან არ ვიღებ. მე მართლა მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამიტომ მაქსიმუმად იქნებ სიტყვა შემოწიოთ მთავრობასთან რამენერად მიიტანოთ, ვიცი რომ ეს თქვენ შეგიძლიათ. ასევე მიმართავ მთავრობას. ვიცი რომ ჩემი გესმით და დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე თქვენთაგანი ძალიან ყურადღებით მისმენს ყოველთვის. შემდგომ ზუსტად განცხადებების სიტყვითაც მიქონდათ იყო დრო. თუ თქვენ მისმენთ, გთხოვთ არა. მოვითხოვ. და ჩემი სურვილი არის ეს პროექტი აღასრულოთ. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მე რამოდენიმე თვის განმავლობაში მართლა გურწმელად გეუბნებით ვსწავლობდი ყველანაირ სტატისტიკებს. რამდენიც შესაძლებლობა იქნებოდა ეს პროექტი დაფინანსებულიყო სახელმწიფოდან და დამიჯერეთ, ამის ფული გაქვთ. მაგრამ თუ თქვენი სურვილი იქნება რომ ეს პროექტი განხორციელებდეს და იყოს, უბრალოდ მეტყვით რომ ფული არ გვაქვს, აქვე გურწმელად გეუბნებით ორ ფანტასტიკურ იდეას გაძლევთ, რომელიც თავის მხრივ არის მრავალ მილიონიანი შემოსავლის. ჩემი მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა ფულის კეთება, არც არასდროს ამღია არც ერთი თეთრი და ამიტომაც ამ იდეების ფულისას უფასოდ გაძლევთ. უბრალოდ ჩემთვის მთავარი არის ეს პროექტი აღსრულდეს და ჩემი ქვეყანაში ასე ვთქვათ, შობადობა მიმატოს. ბევრი საქართველოს მოქალაქე მინდა რომ იყოს ბედნიერი და ყავდეს შვილი. იმიტომ ძალიან ბევრი მათგანი ფინანსური კრიზისის გამო თავს იკავებს ბავშვის გაჩენისგან, ასეთებს მეც ვიცნობ სამწუხაროდ. ამავდროულად ჩვენი ქვეყანას არსებული ისტორია მე მაძლევს უფლებას სრულიად გურწმელად გითხრათ, რომ ძალიან ბევრი გმირი ყოლია და წარმოიდგინეთ კიდევ უფრო მეტი გმირი გვეყოლება მომავალში თუ შობადობა მიმატა. აბორტების რიცხვმა იკლო და ჯერა ყველაფერი გამოვა.
ამიტომ მაქსიმალურად გთხოვთ გადააზიაროთ ეს ვიდეო, შევამეხმიანეთ, ხელმოწერების ფურცლებს დაგირიგებთ, გვჭირდება სულ მცირე 25,000 ხელმოწერა, რომ პარლამენტში შევიტანო. დანარჩენის უკვე შემდეგში გეტყვით. გააზიარეთ ვიდეო და შევამეხმიანეთ, არ დაიზავთ ერთი ფურცლის ხელმოწერების აგროვება ყოველ თქვენგან შეგიძლიათ. და ეს პროექტი პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, რომ საქართველოს გაბრწყინების ერთ-ერთი უმთავრესი გზა, იმიტომ რაც მეტი საქართველოს მოქალაქეები იქნებით და რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება ჩემი იერი და ჩემი ქვეყანა, მით უფრო წინ ვიქნებით, მით უფრო ძლევამოსილნი ვიქნებით. და მე მჯერა, ვინც არ უნდა იყოს ჩვენ წინააღმდეგ, მთავარი უფალი ყველაფერს ხედავს და უფალი არის ჩვენთან. ამინ.